შეერთებული შტატების ბომბდამშენების ბაზა, რომელიც ირანთან ომისთვის იყო განკუთვნილი, მასშტაბურმა ხანძარმა დააზიანა, ხოლო ამერიკის საზღვაო ფლოტის გემები მობილიზებული იქნენ ესკალაციის ფონზე, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდას გასცდა და ძალის გამოყენების საფეხურზე დაბრუნდა. შემთხვევა მოხდა ჰაფეზოთში, გაერთიანებულ სამეფოში, ბაზაზე, რომელსაც ამერიკელი ბომბდამშენები იყენებენ. ზუსტად იმ დროს, როდესაც ვაშინგტონი ამკაცრებს ბლოკადას ირანთან დაკავშირებულ გემებზე და დონალდ ტრამპი აუქმებს თავისი წარმომადგენლების ვიზიტს პაკისტანში. ამ ორშაბათს 2026 წლის 27 აპრილს სიტუაცია ნათელია. კრიზისი შევიდა უფრო დაძაბულ ფაზაში, უკანა ხაზზე ცეცხლით, ზღვაში გემებით და სრული ზეწოლით თეირანზე. ეხლა ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ ჯერ არხზე უნდა გამოიწერო, რომ ინფორმირებული დარჩე. რეალურ დროში ინფორმაცია, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალუესი, ხანძარი ბაზის შიგნით მდებარე ნაგებობას გამთენიისას მოედო. საჯაროდ არ დადასტურებულა არც გარდაცვალების ფაქტი და არც განადგურებული საჰაერო ხომალდები. მიუხედავად ამისა, შემთხვევამ განგაში გამოიწვია, რადგან RAF Fairport-ი ჩვეულებრივი ბაზა არ არის. ის სტრატეგიულ პუნქტად გამოიყენება ამერიკული ბომბდამშენებისთვის შორ მანძილზე მისიის დროს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებულ ოპერაციებში. როდესაც ასეთი ობიექტი ცეცხლს ეკიდება ირანთან კრიზისის დროს, ჩდება კითხვა, ეს იყო შემთხვევითობა, შიდა გაუმართავობა თუ რამე უფრო სერიოზული. ჯერჯერობით ხელისუფლება სიფრთხილით ეკიდება ამ საქმეს, მაგრამ კონტექსტს დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ბაზა ერთ-ერთ ადგილად სახელდებოდა, სადაც ამერიკული სამხედრო ძალები ირანთან ომში მხარდაჭერას იღებდნენ. ხანძარი მოხდა მაშინვე მას შემდეგ, რაც თეირანზე ზეწოლის სერია გაახორციელდა, მათ შორის თავდასხმები, საზღვაო ბლოკადა, გემების შეჩერება, სანქციები და გამდიდრებულ ურანთან დაკავშირებული მოთხოვნები. საბოტაჟის საჯარო მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ ასევე შეუძლებელია დროის, ადგილისა და სამიზნის დამთხოვის უგულებელყოფა. თავარი საკითხი ისაა, რომ ამერიკული უკანა ხაზი ცეცხლში გაეხვა იმავე დროს, როცა საზღვაო ფრონტი მოქმედებაში შევიდა. შეერთებული შტატების საზღვაო ძალებმა შეაჩერეს ხომალდები, რომლებიც ირანული ენერგიის ტრანსპორტირებას უკავშირდებოდა და დაიწყეს გემების იძულება, რომ ირანში დაბრუნებულიყვნენ. ამერიკული ცენტრალური სარდლობის მიხედვით, ეგრეთ წოდებულბე ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდი, რომელიც ნავთობისა და გაზის პროდუქტების გადასატანად გამოიყენებოდა, არაბეთის ზღვაში შეაჩერა საზღვაო ერთმფრენმა, რომელიც რაკეტებით აღჭურვილი გამანადგურებლიდან აფრინდა. ბრძანება პირდაპირ იყო, ირანში დაბრუნება სამხედრო ესკორტის თანხლებით. სხვა ხომალდი, ირანული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობის ტანკერი, ასევე გამოჩნდა ამერიკული გამანადგურებლის ესკორტით ინდოეთის ოკეანეში. შეტყობინება მარტივია, ვინც ბლოკადის გარღვევას შეეცდება, შეიძლება შეაჩერონ. მასალაში, რომელიც ვრცელდება, საუბარია 7 გემზე, რომლებიც ოპერაციის დაწყების შემდეგ გადაამისამართეს. ეს აჩვენებს მუდმივ, დაგეგმილ და სულ უფრო ფართო ზეწოლას. შეერთებული შტატები ცდილობს ირანისთვის ეკონომიკური კარების ზღვით დახურვას. დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა გაზარდოს ფსონი. მან გააუქმა ამერიკელი წარმომადგენლების ვიზიტი ისლამაბადში, პაკისტანში, სადაც ისინი ირანელებთან მოლაპარაკებას აპირებდნენ. მიზეზად დასახელდა ის, რომ გადაადგილებაში ძალიან ბევრი დრო იკარგებოდა და კონკრეტული შედეგები ცოტა იყო. ტრამპის სიტყვების მიხედვით, მისი წარმომადგენლები არ აპირებდნენ 16 ან 17 საათის განმავლობაში მგზავრობას, მხოლოდ იმისთვის, რომ სუსტი დოკუმენტი მიეღოთ. შეტყობინება მკაცრი იყო, თუ ირანს სურს საუბარი დარეკოს. ეს გადაწყვეტილება ცვლის კრიზისის ტონს. აქამდე მიუხედავად სამხედრო დაძაბულობისა, მაინც იყო მცდელობა, რომ მოლაპარაკება გაგრძელებულიყო. ეხლა ტრამპის განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებს სრულ ძალაუფლებაში აყენებს. ის ამტკიცებს, რომ ვაშინგტონს ყველა ბერკეტი აქვს. Que o Irã perdeu capacidade militar. ირანის ხელმძღვანელობა დაბნეულია და არავინ იცის ზუსტად ვინ მართავს თეირანს. ეს ფრაზა მხოლოდ პროვოკაცია არ არის. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ირანის რეჟიმს შიგნიდან დასუსტებულად აღიქვამს. არსებული შეფასებით, ისლამური რევოლუციური გვარდია ირანში რეალურ კონტროლს ფლობს, მაშინ როცა პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ მოლაპარაკებას, მაგრამ მათ საკმარისი ძალა არ აქვთ, რომ შეთანხმებები დადონ. ეს ხსნის ჩიხს. იდეოლოგიური სამხედრო ფრთა არ სურს დანებებულად გამოჩნდეს, დიპლომატიური ფრთა დროს იგებს, ხოლო დონალდ ტრამპი ამ გაყოფას რომ ამჩნევს, გადაწყვეტს აღარ მისცეს თეირანს იოლი ტრიბუნა. ყველაზე მკაცრი მოთხოვნა კვლავ გამდიდრებული ურანია. ვაშინგტონი მოითხოვს, რომ ირანმა ეს მასალა ნებისმიერ შეთანხმებაში ჩააბაროს. თეირანი უარს აცხადებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არახში ხშირად იმეორებს, რასაც ირანი არ. Quem deve fazer concessões.
და რომ ბირთვული მასალა თავად ირანს ეკუთვნის. ტრამპისთვის ეს მიუღებელია. მისთვის თუ ომი დასრულდება ისე, რომ თეირანი კვლავ შეინარჩუნებს გამდიდრებულ ურანს, მაშინ მთავარი მიზანი მიღწეული არ იქნება. ამავე დროს გავრცელდა ცნობები კვამსა და ხანძრებზე თავად ირანში, მათ შორის თეირანის რაიონებში. ირანის ოფიციალური პირები საუბრობენ გაუმართავობაზე, ავარიებზე ან გაჟონვებზე. მაგრამ იდუმალი აფეთქებების, ხანძრებისა და პრობლემების სერია მნიშვნელოვან ობიექტებში აჩენს ეჭვს ფარული ოპერაციების არსებობაზე. არ არსებობს საჯარო დადასტურება პასუხისმგებელ პირთა შესახებ. მიუხედავად ამისა, ომის პირობებში ასეთი შემთხვევები იშვიათად განიხილება როგორც უბრალო დამთხვევა. სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება, რადგან ირანი ჯერ კიდევ ავლენს გარკვეულ საჰაერო ძალას. მიღებული ცნობები მიუთითებს გამანადგურებლებზე შირაზის პროვინციის თავზე, მათ შორის ძველ თვითმფრინავებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებენ. ეს მიუთითებს, რომ შეერთებულმა შტატებმა და არა ისრაელმა გაანადგურა ირანის საჰაერო შესაძლებლობების ნაწილი, მაგრამ არა ყველაფერი. თეირანი ცდილობს აჩვენოს, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია პასუხის გაცემა, მიუხედავად იმისა, რომ დასუსტებულია. ეს გზავნილი როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედროა. რეჟიმი ცდილობს თქვას, რომ მუხმოდრეკილი არ არის. ასევე მნიშვნელოვანია ჩინეთის შესაძლო დახმარება ირანისთვის. დონალდ ტრამპს ამაზე ჰკითხეს და განაცხადა, რომ პეკინი შესაძლოა ეხმარებოდეს, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ ეს სერიოზულად შეაწუხოს. მიუხედავად ამისა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ჩინური საიდუმლო ტვირთით დატვირთულ გემზე, რომელიც ირანისკენ მიემართება და ეჭობენ, რომ მასში ბალისტიკური რაკეტებისთვის საჭირო ნაწილებია. თუ ეს დადასტურდება, ეს აჩვენებს, რომ ომი უკვე სხვა ძლიერ ქვეყნებსაც ეხება. ჩინეთს არ სჭირდება ღიად ჩაერთოს, რომ კონფლიქტზე გავლენა მოახდინოს. საკმარისია ტექნოლოგიის, ნაწილების, მარშრუტების ან არაპირდაპირი მხარდაჭერის მიწოდება. ლიბანში ისრაელი აგრძელებს ირანის მხარდაჭერილი ძალების პოზიციებზე თავდასხმას. ისრაელის საჰაერო ძალებმა დაარტყეს სამხრეთ ლიბანის ტერიტორიებს, აგრძელებენ ზეწოლას მტრულ სტრუქტურებზე. ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ თეირანთან ომი არ მიმდინარეობს მხოლოდ ირანის ტერიტორიაზე. ის ვრცელდება ქსელებზე, მოკავშირე ჯგუფებზე, იარაღის მარშრუტებსა და რეგიონულ ფრონტებზე. ისრაელისთვის ირანის მოკავშირეების დასუსტება იგივე უსაფრთხოების ოპერაციის ნაწილია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც ვრცელდება, ეხება რკინის გუმბათის ბატარეას, რომელიც ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს კონფლიქტის პირველ დღეებში გაუგზავნა. ამერიკელ ოფიციალურ პირებს მიკუთვნებული ცნობით, სისტემა გამოიყენეს ირანის ათეულობით რაკეტის შესაჩერებლად. თუ ეს დადასტურდება, ეს ფაქტი მნიშვნელოვან რამეს აჩვენებს. ირანის წინააღმდეგ თავდაცვა რეგიონული გახდა. ისრაელი, შეერთებული შტატები და არაბი მოკავშირეები ირანული თავდასხმების წინააღმდეგ ერთიანი შეკავების ნაწილია. მაგრამ ყველაზე სენსიტიური ვერსია NBC News მიკუთვნებულ რეპორტაჟში იყო მითითებული. ამტკიცებს, რომ ირანმა უფრო მეტი ზიანი მიაყენა ამერიკულ სამხედრო ბაზებს ახლო აღმოსავლეთში, ვიდრე საჯაროდ იქნა გავრცელებული. ანგარიში საუბრობს განმეორებით თავდასხმებზე ამერიკულ ობიექტებსა და აღჭურვილობაზე სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი იქნებოდა ირანული F5 ტიპის გამანადგურებლის დაბალ სიმაღლეზე შეღწევა, საჰაერო თავდაცვის სისტემების გვერდისავლით და ამერიკული პოზიციის დაბომბვა ქუვეითში. ეს ინფორმაცია არაფერს ცვლის, ამერიკის უპირატესობა. მაგრამ ეს აჩვენებს, რომ თეირანმა მაინც შეძლო ჭრილობების მიყენება. საბოლოოდ ამერიკული სტრატეგიული ბაზა, რომელსაც ბომბდამშენები იყენებდნენ, დიდი ხანძრის შედეგად დაზიანდა. მაშინ, როცა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების გემები აგრძელებენ ბლოკადას ირანთან დაკავშირებული ხომალდების წინააღმდეგ. ხანძრის მიზეზი ჯერ კიდევ იძიება, მაგრამ მისი სიმძიმე უკვე აშკარაა. ომი მაქსიმალური ზეწოლის ფაზაშია და დონალდ ტრამპმა უკვე გადაწყვიტა აჩვენოს, რომ თეირანმა ვერ შეძლო. ის აღარ აკონტროლებს თამაშის ტემპს. დატოვე ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო ჩაერთო ალვესის საზოგადოებაში.